აგერ მაკრონის გვერდით დაბრძანდი. პრინც ჩარლზს მიესალმეთ. აგერ პრინცი ჩარლზია და იქნებ მიესალმოთ. სასიამოვნოა თქვენი ნახვა. სანამ Deep State და მისგან მართული დასავლეთი თავს მსოფლიო ჰეგემონად თვლიდა, რუსეთს კონკურენტად ვერ ხედავდა და მაშინ პუტინი კარგი იყო. გულშიც იხუტებდნენ თითქოს აგვისტოს ომი არც ყოფილიყო. ჩემი აზრით ის ძალიან გულწრფელია და სანდო. მე მის სულში ჩავიხედე, ვენდე და საკუთარ რანჩოზეც დავპატიჟე. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასე კარგი. დარწმუნებული ვარ, რომ ნდობისა და танамშრომლობის ეს ახალი დონე ნატოსა და რუსეთს შორის შეცვლის მსოფლიოს. Попутных войск вооруженных сил Украины проходят военнослужащие роты почетного караула вооруженных сил Польши. 2010 წლის 9 მაისს, მაშინ როცა საქართველო ჯერ კიდევ 8 აგვისტოს რუსეთის შემოჭრის იარებს იშუშებდა, ევროპისა და ამერიკის საჯარო შენაერთებმა საზეიმო მწყობრად ჩაიარეს წითელ მოედანზე. Проходят военнослужащие армии Великобритании. Это гвардейцы элитного Уэльского полка, несущие службу по охране Букингемского дворца в Лондоне. На Красной площади офицеры и солдаты вооруженных сил Соединенных Штатов Америки. Они представляют соединение, участвовавшее в открытии Второго фронта в Европе. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთმა ნატოში შესვლა ითხოვა. Вот здесь вот, прямо в соседнем помещении. აქ იყო ბილ კლინტონი. აი გვერდითა ოთახში და ვკითხე, ბილ, რას ფიქრობ, რუსეთმა ნატოში შესვლის საკითხი რომ დააყენოს, ეს შესაძლებელია? კი, ძალიან საინტერესოა, რატომაც არა. კიო, მიპასუხა. თუმცა იმავე საღამოს ვახშამზე მეუბნება, ჩემს გუნდს ვუთხარი ეს ამბავი და არაო. სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. და თანხმობა რომ ეთქვა, შეხვიდოდით ნატოში? Если бы он сказал да, თანხმობა რომ ეთქვა, დაიწყებოდა დაახლოების პროცესი, რაც შესაძლოა ნატოს წევრობით დასრულებულიყო. если бы мы увидели искреннее желание партнеров сделать это. მეორე საკითხია, ვის შეეძლო ამერიკის პრეზიდენტის იძულება უარი ეთქვა საკუთარ ნათქვამზე და თოჯინის როლი ეთამაშა. ცხადია, მხოლოდ მის პატრონს, Deep States, გიგანტურ კორპორაციათა ჯგუფს, რომლებიც ნახევარი მსოფლიოს აქტივებს ფლობენ და დასავლეთს დღის წესრიგს გარნახობენ. Why do you think that is? როგორ ფიქრობთ, რატომ ითქვა უარი? რატომ კრათ ხელი დასავლეთმა? Hostility? Why did the end of the Cold War not? Почему мы получили такое? რატომ შეიცვალა პასუხი უარყოფითად, თქვენს მთავრობას კითხეთ. მე შემიძლია მხოლოდ მივხვდე რატომ. რუსეთი ძალიან დიდია, მას შესაძლოა თავისი მოსაზრებები ჰქონდეს. ნატოში კი იცით როგორც არის. ამერიკა რასაც იტყვის, ყველამ ხელი უნდა აუწიოს. Видел, как решаются вопросы в НАТО. Deep State შეცდა. რამდენიმე წელიწადში რუსეთი ჩინეთთან ერთად ისე მოძლიერდა, რომ ორივე სუპერძალის პრეტენზია გაუჩნდა და დასავლეთის ჰეგემონიასაც საფრთხე შეექმნა. ფერადმა რევოლუციებმა, ტრანსგენდერიზმის თავზე მოხვევამ და გლობალიზაციამ მისი ჰეგემონიის რღვევა ვერ შეაჩერა. We tried to shove our liberal values. ჰეგემონიის შესანარჩუნებლად ამერიკამ ლიბერალიზმის დოქტრინა შექმნა, რომელსაც სხვა ქვეყნებს პირში სჭრიდა და იმორჩილებდა. ერთგვარი ჯვაროსნული სახელმწიფო გახდა, რომელიც პლანეტაზე ლიბერალიზმს ავრცელებდა. შედეგად არაერთ კონფლიქტსა და მუდმივ ომში აღმოჩნდით ჩათრეული. ამასობაში კი პუტინმა რუსეთი ფეხზე დააყენა და ჩინეთიც დიდ ძალად იქცა. შესაბამისად, დიდი ძალების პოლიტიკა დაბრუნდა და ლიბერალიზმაც ამერიკის საგარეო პოლიტიკაში აზრი დაკარგა. შესაბამისად, ლიბერალიზმის იარაღებმა, ტრანსგენდერიზმმა თუ LGBT პროპაგანდამ, რომლითაც ერები უნდა დაეთრგუნათ, აქტუალობა დაკარგა და თეთრმა სახლმაც მასზე უარი თქვა. მე ავკრძალე ტრანსგენდერული იდეოლოგია. გავაუქმე ბავშვების დასახიჩრებისა და სქესის შეცვლის დაფინანსება. ყველა ბავშვი უნაკლოა, ისეთი როგორიც ღმერთმა შექმნა. ტრანსგენდერიზმი განდევნილია არმიიდან და მთლიანად ჩვენი საზოგადოებიდან. თუმცა ეს დღეს ემიჯნება ამერიკა ლიბერალურ დოქტრინას, თორემ მანამდე USAID მთელ მსოფლიოში სქესის შეცვლას აფინანსებდა, ფერად რევოლუციებს აწყობდა და იქ Deep State-ის მარიონეტ მმართველებს სვამდა. რუსეთში ეს არ გამოუვიდა, ამიტომ ოდესღაც სანდო და გულწრფელი პუტინი ჯერ მასხრა დაიგდო, მერე კი პროქსი ომში გამოიწვია. რა ვქნათ, ჩვენს გავიხადოთ წელს ზევით, თუ სულ გავშიშულდეთ, რომ პუტინზე მაგრები გამოჩნდეთ. ცხადია, ცხენიც დაგჭირდება.
Я думаю, я не знаю, как они хотели раздеться до пояса. არ ვიცი წელს ზევით აპირებდნენ გახდას თუ წელს ქვევით, მაგრამ ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში საზიზღარი სანახაობა იქნებოდა. მასხრობა უკრაინის ომის შემდეგაც გაგრძელდა. Deep State-ს ეგონა რუსეთს პროქსი ომში ადვილად დაამარცხებდა და კარგ განწყობასაც ინარჩუნებდა. If Putin was a woman, პუტინი რომ ქალი იყოს, მუტრუკივით არ მოიქცეოდა და უკრაინაში არ შეიჭრებოდა. აშკარაა, რომ პუტინს ტოქსიკური მასკულინიზმი სჭირს და ამიტომაც არის დღეს უკრაინაში. Я просто хочу в этой связи напомнить. გავახსენებ მარგარეტ ტეტჩერს. ქალი იყო, მაგრამ არგენტინაში ფოლკლენდის კუნძულებს თავს დაესხა. სად ბრიტანეთი და სად არგენტინა, მაგრამ იმპერიული ამბიციები ამოძრავებდა. ასე რომ ბორის ჯონსონის რემარკა არც თუ კორექტული იყო. Вот женщина приняла решение о начале военных действий. მით უმეტეს, რომ ზუსტად იცოდა, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში და როგორ განზრახ მიიყონა დასავლეთმა ვითარება აქამდე. As early as 2014. ჯერ კიდევ 2014-ში დაგეგმა ამერიკამ რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც ცენტრალურმა დაზვერვამ და ბრიტანულმა MI6-მა კიევში ოპოზიციის ხელით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი ჩამოაგდეს. რუსეთთან პროქსი ომის გაჩაღება მაშინ უკვე ჩაფიქრებული ჰქონდათ. პროქსი ომის საბაბად კი ნატოს გაფართოება აქციეს. არადაც ცივი ომის შემდეგ ვარშავის კავშირის დაშლისას პირობა იყო, რომ ატლანტიკური ალიანსი რუსეთისკენ ნაბიჯსაც არ დაძრავდა. had this idea first surround იდეა იყო რუსეთისთვის შავი ზღვა დაებლოკათ, რაც მას მეორე ხარისხოვან სახელმწიფოდ აქცევდა. ამერიკის ჰეგემონია კი გამყარდებოდა. ასე აღმოჩნდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა და საქართველო ნატოს კანდიდატები. თუმცა გამოკითხვები აჩვენებდა, რომ უკრაინელთა 80% ნეიტრალიტეტს ემხრობოდა და იანუკოვიჩიც ამიტომ აირჩიეს. ამერიკა გადაირია, რა უფლება აქვთო და მაიდანი მოაწყო. საბოლოოდ კი უკრაინა პროქსი ომში შეაგდეს. ეგონათ რუსეთს ომით დაამარცხებდნენ. The war, in fact, is not even about Ukraine. ომი უკრაინას არ ეხება, არამედ ტერიტორიას, რომელსაც უკრაინა ჰქვია და რომელიც აქამდე ბუფერული ზონა იყო ნატოსა და რუსეთს შორის. არ ვიცი, რატომ ეგონა დასავლეთს, რომ რუსეთის საკუთარ საზღვრამდე მიუშვებდა ნატოს, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა. უკრაინა ან რაც მისგან დარჩება, კვლავაც ბუფერული ზონა იქნება. ის ვერ გახდება ნატოს წევრი, ხოლო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი, ამას უნგრეთი გადაწყვეტს, რადგან ჩვენი თანხმობის გარეშე უკრაინა ვერასდროს შევა ევროკავშირში. ამის მიუხედავად, ბრიუსელი უკრაინას ცრუ დაპირებებს აძლევს, რომ ომის გაგრძელების ახალი мотиваცია მისცეს. უკრაინა ისეთი სისწრაფით განაგრძობს დემოკრატიისკენ სვლას, ვფიქრობ, უფრო მალე აღმოჩნდება ევროკავშირში, ვიდრე შემდგომი გაფართოებისთვის დათქმული 2030 წელია. მადლობა ზელენსკის ასეთი შედეგებისთვის. რა თქმა უნდა, არავინ ტყუდება. ყველა მიცის სინამდვილეში რაც ხდება უკრაინაში. თუმცა ურსულას ნარატივს მაგალითად ნაცმოძრაობა ხალხის მოსატყუებლად იყენებს. აი ნახეთ, უკრაინა სადაცაა ევროკავშირში შევა. ჩვენ კი ქართული ოცნების გადამკიდე აფსაიდში ვრჩებითო. მაგრამ Deep State-ის დეზინფორმაცია უკვე აღარ მუშაობს. ზელენსკის მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს ადგას. ჩვენ ვხედავთ გაუქმებულ არჩევნებს, ოპოზიციას, რომელიც გააჩუმეს, ციხეში დაამწყვდიეს. ეკლესიები დაკეტეს, რელიგია აკრძალეს, მედია მთავრობის კონტროლის ქვეშ მოაქციეს. ის, რომ ზელენსკი პუტინის წინააღმდეგია, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რა პრინციპით მოქმედებს. ბრიუსელის Deep State-ისთვის კი მთავარი ზელენსკის უსიტყვო მორჩილება და ომზე მუდმივი თანხმობა. წელს ჩვენ 2 მილიონ საარტილერიო ჭურს მივაწვდით უკრაინას. ამასობაში ამ დღეებში უკრაინა რუსეთის გაყინულ აქტივებზე დარიცხულ პროცენტს 1 მილიარდ 5 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე გამოვყოფთ 2 მილიარდ ევროს, საიდანაც 1 მილიარდი ევროკავშირის სამხედრო გადაიარაღებას მოხმარდება. ამ დღეებში გერმანიისა და ბრიტანეთის თაოსნობით უკრაინის დაცვის ჯგუფი შეიკრიბა, სადაც ომის მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ომს არ დაასრულებენ, რისთვისაც 21 მილიარდი ევროს იარაღს შეიძენენ. ამერიკის თავდაცვის მინისტრი ამ შეხვედრას ვირტუალურად დაესწრო. ომში ჩართვაზე არაფერი უთქვამს, თუმცა ბაიდენის მიერ დაკონტრაქტებულ იარაღს შევაჩერებო არც ეს განუცხადებია. Ukraine needs a strong military. უკრაინას სამხედრო სიძლიერე სჭირდება, რაც სამშვიდობო პროცესს მისცემს ვიწყს. გერმანია მისცემს მას იარაღს და ასევე კომუნიკაციისა და ნავიგაციის სისტემების ჩამხშობ დანადგარებს. 51 nations and partners
51 ქვეყანაა აქ წარმოდგენილი. ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აზიიდან. 21 მილიარდი ევრო შეგროვდა იარაღის შესაძენად, რაც ერთჯერადი დახმარების რეკორდული ციფრია. ახალი იარაღის შეძენის გარდა უნდა შეკეთდეს 3000-მდე ჯავშან ტექნიკა და დაბრუნდეს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. პირდაპირ საუბრობენ, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა იყოს ნაწარმოები, რაც შეიძლება მეტი დაწოლა უნდა განხორციელდეს და ფაქტობრივად ისინი ცდილობენ, რომ მიმდინარე ომი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს. ამავდროულად კარგია, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საომარ მოქმედებებს და ცდილობენ, რომ როგორმე სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს. სერიოზულად ვარ წინააღმდეგი უკრაინის შემდგომი შეიარაღების, რადგან ეს არ ეყრდნობა სამხედრო რეალობას. არამედ ბრიუსელის სურვილს გააგრძელოს ომი და ხალხის მასობრივი ხოცვა უკრაინაში. დარწმუნების ინსტრუმენტად ძალას იყენებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ომს შეუძლია მშვიდობის მოდანა. როდის მოიტანს ასეთი კურსი მშვიდობას, ან როდის დადგება ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ეტაპი, პირველ რიგში კი უკრაინის მიღების საკითხი. ამ კითხვაზე ევროპული ომის მთავარ სტრატეგს პასუხი არ აქვს. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან თავსებადობაზე. სამწუხაროდ მოკლეგზა უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად არ არსებობს. ისე კი უკრაინის მომავალი უთუოდ ევროკავშირშია და ერთ დღესაც მივიპატიჟებთ ჩვენს ოჯახში. და აბა ურსულამ რომ თქვა ვადაზე ადრე მივიღებთ უკრაინას ისე სწრაფად მიდის დემოკრატიის გზაზეო, თუმცა ურსულას ვიღა უსმენს. ყველა მიცის რომ ისიც Deep State-ის თოჯინაა ხელში მიკროფონით. Sovereignty is the freedom to make it. ბრიუსელს რომ ჰკითხო უკრაინას სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვისო, მაგრამ სუვერენიტეტი ხომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა, რაც უკრაინას 2014 წლიდან აღარ აქვს, რაც ამერიკამ იქ გადატრიალება მოაწყო და თავისი მარიონეტი მთავრობა დასვა. მაგის პასუხად ზელენსკი იტყვის, რომ დემოკრატიულად არის არჩეული. რანაირად არის დემოკრატიულად არჩეული, როცა ვადა დიდი ხანია გაუვიდა და უკრაინის მართვის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. უშუალო კონკურენტი ციხეში ჩასვა და პირადი ფინანსებით დაუპატიმრა. ახლა კი დასავლეთს რუსეთთან ომის გაგრძელება უნდა და ზელენსკიც კვერს უკრავს, არადა ამდენი უკრაინელია დახოცილი. ვერ იტყვი, რომ ეს ჩვენსა და რუსეთს შორის ომია, რადგან ჩვენი სამხედროები იქ არ არის. They're absolutely actively fighting. Have we declared war? Of course not. როგორ არა, უამრავი ამერიკელი და ნატოს ოფიცერია უკრაინაში. ისინი განსაზღვრავენ ბრძოლის ტაქტიკას და მართავენ ამერიკულ თუ ევროპულ შეიარაღებას. შესაბამისად, დასავლეთი აქტიურად არის რუსეთთან ომში ჩართული. ეს უბრალოდ პროქსი ომია ორ ბირთვულ სახელმწიფოს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომელიც უნდა დასრულდეს. რისი გეგმაც ევროპაში არ აქვთ და არც სურვილი. ერთადერთი გეგმა, რაც ამჟამად უკრაინას და მის მოკავშირეებს აქვთ, ეს სამხედრო დახმარების უსასრულოდ გაგრძელებაა, რაც რეალურად ტრამპის სამშვიდობო გეგმის საბოტაჟია. ჩვენ ვთხოვეთ ზელენსკის არ მოეხდინა მშვიდობის საბოტაჟი, მაგრამ მისი პასუხი იყო დიპლომატია შეუძლებელია. პროქსი ომი არის სწორედ დიდი სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომი, რომელშიც თვითონ პირდაპირი წესით არ მონაწილეობს და აბსოლუტურად სწორად აღნიშნა რუბიომ, რომ ამერიკა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სწორედ აწარმოებდა პროქსი ომს უკრაინაში. ვინ დარჩა მოგებული ამ ეტაპზე, ამის თქვა ძალიან ძნელია, თუმცა თუ გადავხედავთ ეკონომიკურ მდგომარეობას ევროპაში, ამერიკაში და მეორე მხარეს რუსეთში, გასაგებია, რომ ამით ვერაფერი შეცვალეს სწორედ რუსეთის დასაზიანებლად. სამაგიეროდ აშკარაა, ვინ დარჩა წაგებული. სხვის პროქსი ომსა და Deep State-ის ამბიციებს მილიონი უკრაინელი შეეწირა. უამრავი ქალაქი მიწასთან გასწორდა. იგივე პროქსი გეგმა ჰქონდათ საქართველოშიც. უკრაინაში მიმდინარე უბედურება და უდიდესი ტრაგედია, ეს არის პროქსი ომი, ანუ ხელოვნურად შექმნილი საომარი მდგომარეობა, რომელსაც ეწირება როგორც მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვები, არასრულწლოვანები, რომელსაც ეწირება მთლიანად ქვეყნის ინფრასტრუქტურა და მის აღდგენასაც რომ სჭირდება ათეული თუ არა ასეული წლები, აი ამ ყველაფრის თავზე მოხვევა უნდათ ჩვენთვის. და რომ არა ქართული ოცნების სიმტკიცე, ასეც იქნებოდა Deep State-ის აპრობირებული სცენარითა და ნაცმოძრაობის შესრულებით. წნეხი საქართველოს მთავრობაზე უკრაინაში ომიდან რამდენიმე დღეში დაიწყო და მას შემდეგ არც გაჩერებულა. საუბარი იყო პარტიზანულ
ომზე, ხო? ანუ მარტივი რაღაც გითხრეს, რომ 3,700,000 ხართ. ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე. ან პირდაპირ ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა. უარის პასუხად გადატრიალების 4 მცდელობა დააფინანსეს საქართველოში. თუმცა სრულად გაშიფრულმა მეხუთე კოლონამ მეორე მაიდანი რუსთაველზე ვერ მოაწყო და ვერც ნაცმოძრაობა დააბრუნა სათავეში. ბევრს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოიშალოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა და აღარ იყოს შესაძლებელი, რომ ქართული ხალხის გვერდში დგომით სახელმწიფომ და მთავარია ქართული ოცნების გუნდმა შეძლოს, რომ ომი ააცილოს ჩვენს ქვეყანას. რა აღარ სცადეს? არჩევნების შედეგის გაყალბება, ნაცმოძრაობის წვრილ პარტიებად განშლა, NGO-ებისა და ნაცმედიის ქუჩის ბარიკადებზე გაყვანა, სანქციები, მუქარა თუ ქვეყნის დისკრედიტაცია. არაფერი გამოუვიდათ. მარცხი იწვნია Deep State-მა უკრაინაშიც. პროქსიომით რუსეთთან ვერაფერს გახდა. One fact I don't think is penetrated. პენტაგონის ცენტრალური დაზვერვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ომი რუსეთთან წავაგეთ. ცხადია, ეს ომი არც ერთ ეტაპზე უკრაინას არ უკავშირდებოდა. ეს იყო ამერიკის ომი რუსეთთან, რომელიც წავაგეთ, მაგრამ არავინ ამას ხმამაღლა არ ამბობს. ვერ შეაფასეს საკუთარი ძალები. Deep State-ს ცხადია მოსკოვის აღება გეგმაში არ ჰქონდა. რუსეთის ეკონომიკური ჩამოშლა, პუტინის ჩამოგდება და თავისი მარიონეტით შეცვლა სურდა. მიზანი იყო არა ომში რუსეთის დამარცხება, რაც შეუძლებელია როგორც ბირთვული სახელმწიფოსი, არამედ ელიტებში, რუსულ ელიტებში გარკვეული დაპირისპირება, პროვოცირება და ხელისუფლების შეცვლა შიდა გადატრიალების მეშვეობით. და ეს იყო ამოცანა. და სწორედ ამ სანქციებს და ამ ეკონომიკურ თავარი მდგენელი აქ რა თქმა უნდა იყო ეკონომიკური მოხჭობა რუსეთის. პირველ ეტაპზე, როდესაც სანქციებისა და ომის ხარჯების გამო რუსეთის ეკონომიკამ ჩაიმოხლა, ბრიუსელს გამარჯვების ყიჟინაც აღმოხდა. დღეს კი ისევ ფულს ოყრის თავს ომის გასაგრძელებლად. მარცხის აღიარება არ უნდა. რუსის სამხედროები ჭურჭლის სარეცხ მანქანებსა და მაცივრებს ელექტროსქემებს აცლიან, რომ იარაღის წარმოებაში გამოიყენონ. რუსეთს ნახევარგამტარები აღარ აქვს. რუსეთის სამხედრო მრეწველობა ნანგრევებშია. უკრაინა იმარჯვებს. ევროკავშირი მზად არის ხელახლა შეიარაღდეს, რისთვისაც 800 მილიარდ ევროს მოუყრით თავს. ევროპას რუსეთის აგრესიისგან დაცვა სჭირდება. ომში მეორე შანსის მისაღებად ბრიუსელი არც ყალბ ნარატივს ერიდება, არც წევრი ქვეყნების ძარცვას, რომ შეიარაღდეს, ხოლო ზელენსკის მეორე სერიაშიც ისევ თოჯინის როლი აქვს და ურსულას ნათქვამს იმეორებს. იმის რისკი, რომ რუსეთი დაიპყრობს ევროპას, 100%-იანია. ანუ თუ ამერიკა გავა ევროპიდან რუსეთი დაიკავებს ევროპას? დიახ, თუმცა არა მთლიან ევროპას. ჯერ დაიწყებენ ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრებით, იმ პატარა ქვეყნებით, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. შემდეგ შეხედავენ რა პასუხი მოჰყვება ამას და თუ კი თითოეული ქვეყანა საკუთარი თავის დაცვას ეცდება, რუსეთი გაიმარჯვებს. რუსეთს არ სჭირდება ისეთი ჯართის საყრელი, როგორიც ევროპაა. ჩვენ ყველაზე დიდი სახელმწიფო ვართ, უმსხვილესი ბუნებრივი რესურსებით. რაში გჭირდება ორომტრიალი ევროპაში? რაში გჭირდება ევროპის დაპყრობა? სასაცილოა და ამაზრზენი, როდესაც ევროპელები ამაზე სერიოზულად მსჯელობენ და კიდევ უფრო სასაცილოა, როდესაც რუსეთის დასამარცხებლად გეგმებს სახავენ. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. ბირთვული სახელმწიფო ომს არ აგებს. ბირთვული სახელმწიფო იყენებს ბირთვულ იარაღს. ეს არის დაუწერელი კანონი, რომელსაც აუცილებლად მიმართავდა რუსეთი, თუკი წაგებისკენ წავიდოდა ეს რუსეთის წაგებისკენ წავიდოდა ეს ომი. რასაკვირველია, ამას მოყვებოდა შესაბამის პასუხი და კაცობრიობა გადაიჩეხებოდა იმ ოფსკოლში, რომელიც ამ გლობალურ დაპირისპირებას აუცილებლად მოყვებოდა თან. Sort of work out how they think. პენტაგონმა სიტუაციის მოდელირება ჩაატარა და დაასკვნა, რომ 52%-იანი ალბათობით ეს ბირთვულ ომს გამოიწვევდა და ამის მიუხედავად ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. წარმოიდგინე ბოროტების დონე, იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდი ალბათობით კაცობრიობის დასასრულს გამოიწვევს. ეს ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ.
რუსეთმა პასუხად ბალისტიკური რაკეტები მართლაც ესროლა კიევს, ოღონდ ბირთვული ქობინების გარეშე, რითაც აჩვენა საით მიდიოდა საქმე. ევროპას სტრატეგიული იდიოტიზმი სჭირს. ჩანს ბირთვული ომის შიში დაკარგეს. ამიტომ მე ჩემს მთავრობას ვურჩიე, მორიგ პროვოკაციას მცირე მუხტიანი დარტყმებით უპასუხოთ და ამით ბირთვულ იარაღს შეკავების ფუნქცია დაუბრუნოთ. ფიქრობ დავარწმუნე კიდეც ამაში. უკრაინას ძალიან რთული დღეები უდგას. არც რუსეთისთვის არის დალხენილი პერიოდი, მაგრამ ფაქტია, რომ პროქსი ომი არა თუ წააგო, არამედ რესურსების მობილიზება გააკეთა და მთელი რიგი მიმართულებით განავითარა კიდევაც თავის ეკონომიკური მაჩვენებლები და ტექნოლოგიები, მათ შორის სამხედრო წარმოება. ასე რომ აი ამ რეალობის შემცქერი ახალი ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ მისი ჩარევით შეიძლება ეს ყველაფერი დაალაგდეს. მაგრამ ასე არ ფიქრობს ყველა, მათ შორის არც ევროკავშირი. არა მგონია, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. უბრალოდ უნდა დავაჩქაროთ უკრაინის შემდგომი შეიარაღება, რომ ომი მოიგოს. სხვა შემთხვევაში თუ კი ცეცხლის შეწყვეტას დავთანხმდებით, რუსეთი მოძლიერდება, უკრაინასაც დაიპყრობს და ევროპის კიდე რომელიმე ქვეყანას დაესხმება თავს. ბატონო კარაგანოვ, როდის ჩათვლის რუსეთი, რომ ომი უკრაინაში მოიგო? როდესაც უკრაინას მთლიანად დაიპყრობს? ჩვენ არ გვსურს და ღმერთმა დაგვიფაროს, მთელი უკრაინა ჩავიგდოთ ხელში. საბჭოთა კავშირის დროსაც უკრაინა ყველაზე მძიმე ტვირთი იყო. ასე რომ გმადლობთ, არ გჭირდება. ჩვენ მხოლოდ წმინდა რუსულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. და რაც დარჩება უკრაინისგან, ის გვინდა ნეიტრალურ ზონად ჩამოყალიბდეს. ერთგვარ ბუფერად ჩვენსა და შეშლილ ევროპას შორის, რომელსაც ბოლო 100 წელიწადში უკვე მესამედ უნდა მსოფლიო ომის გაჩაღება. ევროპელები კი რუსეთის საფრთხეზე და მის შესაკავებლად ერთიანი ბირთვული ქოლგის შექმნაზე ლაპარაკობენ. საინტერესო არა პოზიცია აქვს ამერიკას. ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ მოსწონს ევროპელები, არც ნატოს ჭირდება და შესაძლოა სამხედრო ბაზებიც გაიყვანოს ევროპიდან. თუ კი ეს მოხდა და ევროპის მართვა ევროპელებს დაუბრუნდა, მერე ნახეთ თქვენ როგორ დაერევიან ისინი ერთმანეთს. ყველას საკუთარი ინტერესი გაუჩნდება და არანაირი ერთიანი ქოლგა არ დასჭირდებათ, რადგან ევროპა რუსეთისთვის პრობლემა არ იქნება. საფრანგეთი ევროპას წინ გაუძღვება, რადგან ყველაზე უკეთესი შეიარაღება გვაქვს, ისევე როგორც ბირთვული ქოლგა და ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ აი ეს წინააღმდეგობა ნიშნავს ომს უკრაინაში, უნდა გაგრძელდესო. წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინელი ხალხის დახოცვის ხარჯზე და ეკონომიკის და სახელმწიფოს დანგრევის ხარჯზე ევროპას აქვს, ევროკავშირს სურვილი, რომ რუსეთისგან საფრთხეები აიცილოს. ეს არის პირდაპირ ნათქვამი, რომ დაეიყოს ომი უკრაინაში, ოღონდ ეს ნუ გადმოედება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ასე რომ პროქსი ომი, რომელიც არ დამთავრდა რუსეთის დამარცხებით, ასაკურველია, ეს ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, თუ რა სიტყვიან ესა თუ ის ექსპერტები, მაგალითად, ან პოლიტიკოსები, ყველა მიცის ვითარდება ძალიან მძიმე პროცესი, ჩვენ თვალწინ უამრავი ადამიანი კვლავ იღუპება. Deep State-ი ჩანს ორად გაიყო. ტრამპი, რომელმაც დასავლეთის პოლიტიკის რებრენდინგი იკისრა, მიიჩნევს, რომ უკრაინის პროქსი ომი დასრულდა და ახლა რუსეთს უნდა დაუმეგობრდეს, რომ ჩინეთთან მისი სახიფათო კავშირი როგორმე დასუსტდეს. რადიკალური Deep State-ი კი, რომელიც ბრიუსელშია, კვლავაც ომის ნაღარას ცემს და რუსეთთან საომრად იწევს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ომი ამ ტერიტორიის გარდა, როგორც მათი სურვილია ვხედავთ, სამხრეთისკენ გადმოანაცვლონ, თუმცა ჩვენი ქვეყნის გონივრული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ უბედურებაში პაიკის როლი არ შეგვასრულებინა. ამერიკის აქცენტებმა კი აღმოსავლეთით გადაინაცვლა, სადაც მსოფლიო გავლენის მთავარი შემცილებელი ჩინეთია.
Deep State-ის მცდარი პოლიტიკისა და უკრაინაში პროქსიომის შედეგად რუსეთი ჩინეთს შეეკრა, რამაც ჩინეთის გავლენები კიდევ უფრო გაამყარა. შესაბამისად, ტრამპს უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება და რუსეთის თავისკენ შემოbrunება სჭირდება, რომ ამით ოდნავ მაინც დააშოროს ჩინეთს. ფაქტია, რომ ამერიკას ახლა ჩინეთთან წინააღმდეგობა მეტად აწუხებს ვიდრე რუსეთთან. ამიტომ ამერიკის ღრმა ინტერესია რუსეთი თავის მეგობრულ კონკურენტად აქციოს და ეს შესაძლებელია. President Richard Nixon visiting Chairman Mao in China after a period თავის დროზე ნიქსონი ჩავიდა ჩინეთში, როცა დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობდა და შეძლო საბჭოთა კავშირისა და ჩინეთს შორის კავშირის მორყევა. როგორ ფიქრობთ, გამოუვა იგივე ტრამპს, რომ ბზარი გააჩინოს რუსეთსა და ჩინეთს შორის? Russians and the Chinese are now საქმე ისაა, რომ რუსეთი და ჩინეთი ახლა უკვე ახლო მოკავშირეები არიან და ამერიკამ ამას მაქსიმალურად შეუწყო ხელი. შიშობ რუსები არ გვენდობიან იმდენად, რომ ჩამოშორდნენ ჩინელებს. ტრამპი პირველი ვადით იყო პრეზიდენტი, როდესაც ემისრები გამოგზავნა და მეც მქონდა მათთან შეხვედრა. მაშინაც იყო მცდელობა ჩამოვეშორებინეთ ჩინეთს. თუმცა უარი მიიღეს. მე პირადად ვუთხარი, თქვენი ნდობა არ შეიძლება მეთქი. ფიქრობ, ტრამპი ახლა უფრო რეალისტურად უყურებს იგივე პროექტს. ესმის, რომ ჩინეთს ვერ დაგვაშორებს. თუმცა უნდა გააძლიეროს თავისი კავშირი რუსეთთან და მისცეს მას საშუალება ნაკლებად გახდეს ჩინეთზე დამოკიდებული. ეს განხილვადია. What can the US do? რით შეუძლია ამერიკას, რადგანაც ეს მისი მიზანია, რუსეთის მოხიბლა რომ დაეხსნას ჩინეთს? შეგვიძლია ვაიძულოთ ევროპა დაათბოს რუსეთთან ურთიერთობა და ასევე დაასრულოს ომი უკრაინაში. ასევე შეგვიძლია რუსეთის ინტეგრირება დასავლეთის ეკონომიკაში. რაღაც პერიოდის შემდეგ ამან შესაძლოა გააჩინოს გარკვეული დისტანცია რუსეთსა და ჩინეთს შორის. თუმცა რუსების დაყოლიება არ იქნება ადვილი. არსებობს სხვა ვარიანტიც. ტრამპის გუნდმა თავისი მიმდინარე სატარიფო ომით ვერ დათრგუნოს ბრიუსელი. შესაბამისად, ვერ დაასრულოს ომი უკრაინაში და ვერ შემოიბრუნოს რუსეთი, ხოლო Deep State-ის რადიკალურმა ევროპულმა ფრთამ უკრაინის ომს გლობალური მასშტაბი შესძინოს. აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გათვალისწინებით ეს რთული არ იქნება. ირანში მაგალითად, ირანის გარშემო, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამასთან დაკავშირებით ძალიან აგრესიულია. ამერიკის შეერთებული შტატები ასეც უნდა იყოს, ისრაელი რასაკვირველია, მაგრამ აქვე არის ღაზას სექტორში დაუსრულებელი ომი, რომელიც შეიძლება კიდევ გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, თუ კი ხამასი და ჰეზბოლა რასაკვირველია თავის აგრესიულ პოლიტიკაზე არ იტყვიან უარს, მაგრამ ისინი არ იტყვიან უარს. ამერიკა უკვე ჩაბმულია შეიარაღებულ კონფლიქტში ჰუთსებთან ღაზაში. ასევე საუბარია ირანთან შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტზე და ამ რეგიონში უკვე მნიშვნელოვანი შეიარაღებაა გადასროლილი. 2 ავიამზიდი, ათობით ავიაგამანადგურებელი, F-16-ები, F-35-ები, B-2 სტილზები. შესაბამისად, ეს მიმართულება ამერიკისთვის სამხედრო თვალსაზრისით პრიორიტეტულია. ამავდროულად, ჩინეთთან დაპირისპირებაც იკრებს ძალას და არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ სამხედრო სფეროშიც. არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე ჩინეთის და ამერიკის დაპირისპირების. ძალიან დიდი შანსი არსებობს ასევე მათ შორის ომის. მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის პოზიცია, სად უნდა დადგეს. ალბათ თუ ეს ესე მოხდა, რუსეთი დაიკავებს დაახლოებით ისეთ მდგომარეობას, რაც ჩინეთს უკავია რუსეთთან მიმართებაში დღეს. არის კიდევ იემენის პრობლემა, არის სირიის პრობლემა და ამ პრობლემათა გარემოცვაში უკრაინის საკითხი დღეს კიდევ ჰაერშია ჩამოკიდებული. დიდი ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ისინი სამხედრო ძალებით აპირებენ შესვლას უკრაინაში. The base requirements for Ukraine. უკრაინაში მშვიდობას შესაძლოა იქ ევროპული ძალების განლაგება დასჭირდეს. ჩვენ მოგვიწევს ამ ბრძოლაში ჩაბმა. ამერიკამ ეს დაგმო, მაგრამ თუ მაინც მოხდა, რუსეთს წინასწარ აქვს გაცხადებული, რომ ევროპას ბირთვულ რაკეტებს ესვრის. ძალიან ცოტა დრო რჩება ტრამპს, რომ მოთოკოს ევროპული Deep State-ი. სატარიფო ომით კი ბრიუსელის მოდრეკა ასე სწრაფად ვერ მოხდება. ამიტომ ტრამპი ნატოს გამოყენებას ცდილობს. თუმცა თავიდან ამბობდა, რომ ნატოს მიატოვებდა. შეერთებული შტატები იგივე ნატოა და ისეთივე აქტიურია, როგორც ყოველთვის.
ის ისტერიკა, რასაც ხედავ ამ თემაზე მედიაში, სიცრუეა. ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა რჩება ნატოში. ევროპის შუაგულში მიმდინარე ომი აშკარად გვაჩვენებს, რომ ძლიერი ძალა აუცილებელია და ჩვენ გავიღებთ ამისთვის ხარჯებს. ფაქტია ის, რომ ნატო ძირითადად არის შეერთებული შტატები. ეს ყველამ კარგად იცის, ასე რომ ეს განცხადება არ არის არც ახალი და არც გასაკვირი არავისთვის. და ფაქტია ისიც, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთთან არიან კონფლიქტში. ვიცით, რომ ტრამპი დასავლური ელიტების ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას ეჯახება. მას თავის გადარჩენა უწევს, როგორც ფიზიკურად, ასევე პოლიტიკურად. და ამ პროცესში შესაძლოა შეიცვალოს კიდეც პოზიცია. მაგრამ თუ დაძლია ეს წინააღმდეგობა, ფიქრობ, ამერიკა შეიძლება მტრიდან პოტენციურ პარტნიორად იქცეს რუსეთისთვის. სანამ ეს მოხდება, რუსეთი უკრაინაში ომისთვის პარტნიორებს ყველგან ეძებს, მათ შორის აფრიკის საჰელის რეგიონში, საიდანაც რამდენიმე წლის წინ ფრანგული და ამერიკული ჯარები გააძევეს. ჩვენ შევიკრიბეთ მეგობრებთან ერთად მალიბუდან, ბურკინა-ფასოდან და ნიგერიიდან, სადაც კიევის რეჟიმი თავისი დასავლეთელი სპონსორების თავშებულების შედეგად დესტაბილიზაციას ცდილობს. კიევი ღიად უჭერს მხარს ტერორისტულ დაჯგუფებებს აფრიკის ამ ნაწილში. საუბარია ზელენსკის იარაღის ბიზნესზე. როგორც ჩანს, უკრაინაში გაგზავნილი იარაღის ნაწილი აფრიკელ ტერორისტებსაც შეხვდათ. ჩვენ რუსეთთან საერთო ხედვა გვაქვს, თუ როგორ ვებრძოლოთ ტერორიზმს, რომელსაც ზურგს უკრაინა უმაგრებს. უკრაინას ჩვენ ტერორისტულ სახელმწიფოდ განვიხილავთ. და თუ უკრაინის პროქსი ომი აფრიკასაც მისწვდა, საქართველოსთვის ცხადია ის დიდ საფრთხედ რჩება. ვითარება ხალხისა და ხელისუფლების მაქსიმალურად შეთანხმებულ ქმედებას მოითხოვს, რადგან ნაცმოძრაობა, NGO-ები და ნაცმედია კვლავაც ქაოსის მოწყობას ცდილობენ. რეგიონში კი ამ დროს მესამე ქვეყნების ინტერესებიც იყრის თავს. ირანის, რომელიც დღეს სამხრეთთან ერთად სამხედრო ცვლილებსაც კი ატარებს, ვინაიდან იგი არ დაუშვებს თურქეთის დომინაციას რეგიონში. თურქეთი არ დაუშვებს რუსეთის დომინაციას. რუსეთი ვერ მიატოვებს თავისი გავლენის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან სფეროს კავკასიას. ანუ შეთანხმებები თუ არ მოხდა, აი ეს სცენარი მთელი რიგი ქვეყნების აი ამ პროცესებში ჩართვის, დიდი და პატარა ქვეყნების ეს სცენარი კლავი არსებობს. ეს ინტერესი ამიტომაც აქვს გლობალური რომის პარტიას, რომ საქართველოს მეორე ფრონტში ჩათრევით მთელ სამხრეთ კავკასიას და აქაურ აღმოსავლეთ სახელმწიფოებს უფნის პრობლემას. და ეს უნდა სწორედ Deep State-ის რეალურად მართვის მექანიზმი ხომ ეს არის, სადღაც კონფლიქტები იყოს, მე ამ კონფლიქტებით მართოს სიტუაცია. შესაბამისად, პირველ რიგში Deep State-ის გავლენები უნდა განეიტრალდეს მისი მარიონეტი მეხუთე კოლონის სახით, რომელიც ისევ ცდილობს ქაოსის დათესვას, საბოლოო მიზნით ჩამოაგდოს ხალხის არჩეული ხელისუფლება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობის შესახებ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს ბუნებრივია საქართველოს პარლამენტი. მართალია USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებით ცვლილებები, მაგრამ ბუნებრივია მარტივად შეუძლია Deep State-ს გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და დაფინანსების მექანიზმები. დესტაბილიზაციის შემაკავებელი პროცესი დაწყებული აქვს ქართულ ოცნებას და იმავეს ცდილობს ტრამპიც. თუმცა პროქსი ომში ჩათრევის რისკი კვლავ ნარჩუნდება, ისევე როგორც Deep State-ის გავლენა და საცეცები. ამიტომ გადამწყვეტი ახლა ერის ერთი მიზნით გაერთიანება. მიზანი კი გლობალურ ძალთა გადალაგების პროცესში ქვეყნის ფიზიკური გადარჩენაა.